უჯრედისის დღიური ნორმა 25-30 გრამია. რაც ნიშნავს ერთ დღეში ჭამო 1 კილო და 700 გრამი ვაშლი, ან დაახლოებით 1 კილო და 100 გრამი მსხალი, ან 500 გრამი ცეხვილი პური. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ასეთი კვება შეუძლებელია. აბა, როგორ უნდა დაამატო შენს რაციონში მეტი უჯრედისი? მიირთვი ხილი კანიანად. არ გაწუხო, თუ გინდა სასმელი გააკეთო, მაშინ შეგიძლია თავის კანიანად მოამზადო სმუზი. დაამატე ბოსტნეული ყოველ ძირითად კვებაზე, საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე. თეთრი ფხილი არც 1 გრამ უჯრედის არ შეიცავს. ის მარცვლის ზედა ფენებში რჩება, რისგანაც მას ასუფთავებენ დამუშავების პროცესში. ამიტომ მაქსიმალურად გამორიცხე რაციონიდან ყურფუნთუშეული და მის მაგივრად მიირთვი ცეხვილი პური. შეცვალე თეთრი დამუშავებული ბრინჯი ყავისფერი ან შავი ბრინჯით, ან ლობიოთი, ოსპით, ფეტვით და სხვა მდიდარი მარცვლეულით. და ასევე შეიყვანე შენს რაციონში Herbalife-ის შვრიის და ვაშლის სასმელი, რომელიც მდიდარია უჯრედისით.